მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და ბავშვების ამავე სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით ახალციხეში აქცია გრძელდება. სკოლასთან შეკრებილი მშობლები და მოსწავლეები შესაბამის უწყებას მიმართავენ და პროცესში დახმარებას ითხოვენ. მოსწავლეთა ნაწილი არც გუშინ და არც დღეს პირველ საჯარო სკოლაში არ მისულა. ეს ის სკოლაა, რომელშიც რესურს ცენტრმა სასწავლო პროცესი დროებით 2023 წლიდან გადაიტანა. ბოქსზე დადიოდა გამოვიდა ბავშვი. საერთაშორისო ოლიმპიური იმიდან გამოვიდა ბავშვი. ბავშვი წირის მეუბნება სპორტზე შემიყვანე. როგორ, რანაირად? აი ძალიან წვივა. ის თავისი მეგობარი ჩვენ მეზოში დადის სპორტზე. ეს ტირის, აი რა გავაკეთო, როგორ აუხსნა? მაშინ აღზრდებით სანამ. დიახ, აი როგორ აუხსნა? მე სამსახური დავანებე ქალბატონობა, რათა მეორე სმენაში გადავიდე. დავხსნა, აი როგორ მოვიქცევ? გითხარით რამე? დავჭი სამსახურის გარეშე. აი რა გავაკეთო? ამდენი წელი მუშაობა ჩამეყარა წყალში. ველოდოთ კიდე ექსპერტიზას, იმიტომ რომ ის უკვე ძველი ექსპერტიზაა, 2 წელია გასული და ახალი უნდა გაკეთდეს, რომ მივხვდეთ, რომ დასანგრევია თუ არ არის დასანგრევი. რა ვიცი, სხვა დაელოდეთო გვეუბნებიან და სხვა არაფერი არ ვიცი. რატომ არის გაჭიანურებული ესე ძალიან პროცესი? არ ვიცი მე რატომ არის გაჭიანურებული პროცესი. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბავშვებიც ისწავლონ პირველ სლაში და ჩვეულებრივად ვატაროთ ცეკვაზე, სპორტზე. ვერსად ვერ ვატარებთ ბავშვს. 2-მდე ისე ველოდებით, აი ისე გადის 2 საათამდე დრო, რომ ბავშვი აქედან იქით. მე სკოლაში მივდივართ 6 საათზე უკვე გამოვდივართ. დღეს არ გაუშვით ხო ბავშვები? დღეს არ გაუშვით. არა, არც გუშინ გაუშვით და არც დღეს გაუშვით ბავშვები და რა ვიცი, იმედი გვაქვს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცა მოგვარდება. დღესვე შეკრებილებთან ამავე სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე მივიდა და მშობლებს ბავშვების სკოლაში დაბრუნებას თხოვა. მისივე თქმით, ციტატა, სხვა შემთხვევაში სოციალური მუშაკი ჩაერთვება, რადგან ეს არის სწავლების უფლების შეზღუდვა. ბავშვები არ უნდა დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა. ჩემი თხოვნა რომ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და უბრალოდ ამდენ არას, ამდენ გასცენას ვერ დავაფიქსირებ. სხვა შემთხვევაში სოციალური მუშაკი ჩაერთვება, იმიტომ რომ ეს არის სწავლების უფლების შეზღუდვა. ძალიან ჭკვიანი, ძალიან კულტურული, ძალიან განათლებული ხალხის ძალებით და მე ვფიქრობ, რომ მოსწავლეები არ უნდა ჩავდიოთ ამ პროტესტში. ამიტომ აგერ სკოლის მარშრუტმა მოვიდე და თქვენი სდებაში დავაბრუნოთ ბავშვები სასწავლო პროცესში. სამი ფარს აგერ წავიყვანოთ ჩავსვათ მარშრუტაში და ჩვენ У меня реально отправили ребенка в школу. У меня ребенок ходил на дополнительные уроки. Сейчас он ни на что не способен. Я иду с работы домой в 8 вечера. Мы делаем уроки до 11-12 часов. სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ყველა კლასის დამრიგებელს გუშინვე შეხვდა და ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დამრიგებლებს დაავალა პროტესტზე მყოფ მშობლებთან დარეკვა პირველ სკოლაში ბავშვების გაშვების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში წყაროს ცნობით ის პროცესში სოციალური მუშაკის ჩართვას გადაწყვეტდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს სკოლის დირექტორმა ბელა დიასამიძემ დაგვიდასტურა. ვნახოთ ვიდეო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ კლასის დამრიგებელი, ყველა კლასის დამრიგებელი დაიბარეთ თქვენ და რესურს ცენტრმა და იგივე სახის საუბრები გქონდა დამრიგებლებთან, რომ ყველა მშობელი გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო. დამრიგებლებთან შეხვედრა გამოწვეული იყო შექმნილი გარემოებით და მე გიდასტურებთან კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების მიღმა იქ არ ყოფილა სხვა საუბარი. ჩვეულებრივად ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად სოციალური მუშაკი და მე არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ეს მუხარად მოვიაზრება თუ სოციალური მუშაკი ჩაერთვება საჭიროების შემთხვევაში. ქალბატონო ბელა, თქვენ როგორც დირექტორი, აი რას აკეთებთ? 3 წელია მშობლებმა ვერ გაიგეს
სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება თუ მე არ ვაკეთებ მაგაზე კომენტარს. სამი წელი მშობლები თქვენს პასუხობდებია პასუხები ინტერვიუ სული ვიდეო გუშინდელი მოისმინეთ პასუხები ქალი ადამიანებისგან და მე მგონი საკმარისია. მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას. არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოტზე. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის მიერ მოწოდებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ერთმანეთს მინიმუმ 4 ავტომობილი დაეჯახა. მძღოლები გვეუბნევიან, რომ საჩხობში საათზე მეტხანს მოუწიათ დგომა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი და დაიწყო თუ არა გამოძიება, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით. ეს იყო ჩვენს ხელთარწებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე.